მთავრობა არ უნდა იყოს ბიზნესმენი და მთავრობა რაღაცას არ უნდა აშენებდეს პორტებს, აეროპორტებს, ლიანდაგებს, გზებს და ასე. ადამიანი იტყვის რომ როგორ რატო? აი მაგალითად და რაღაც ამოქეკავს ადმე მოწადინებული რამე სოციალისტო ტიპი ამოქეკავს რამე ინფორმაციას, რა თქვა იაპონიაში იაპონიის მთავრობამ აშენა რაღაც ქარხანა. მე დასერჩავს ფოტოებს და რაღაც ლამაზი საკაიფო იაპონური ქარხანა გაიჩნდა. და გეუბნა, შეუძლია თურმე ხო მთავრობას და მე ამოქეკავს რაღაც ხიდს, რომელიც ამერიკაში მთავრობამ აშენა და აი ხიდიც აუშენებია, შეუძლია ესე იგი მთავრობას. რავი, მეც გეტყვით, აგერ პირამიდებია ეგვიპტეში და ფარაონებს აშენებული აქვს, ხო? სახელმწიფოს აქვს აშენებული, ანუ მართლს. შვენიერი რაღაც არის, ხო? დღემდე ეგვიპტე უამრავ ფულს შოულობს. შეიძლება. მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ თეორიულად არ შეიძლება რომ მთავრობამ რაღაც გააკეთოს. მაგალითისთვის, შეიძლება თუ არა მთავრობამ აშენოს კედელი. შეუძლია. შეიძლება ლამაზი კედელი აშენოს, შეუძლია. ძალიან ლამაზი და დიდი კედელი, ბაზარი არის შეუძლია. რამე ერთი ტასკი რო აიღოთ, ერთი საკითხი რო აიღოთ, თეორიულად შეიძლება, რა თქმა უნდა, რა პრობლემაა, მაგალითად, დიდი პორტი. შეუძლია მთავრობას აშენოს, რამდენი პორტია მთავრობის მიერ აშენებული. რატომაც არა შეუძლია. მაგრამ პრობლემა იმაში კი არის, რომ რაღაცა თეორიულად შეუძლია თუ არ შეუძლია. და სადმე სამყაროში იძებნება თუ არა ვინმე. ასე სადმე სამყაროში ყოველთვის მოიძებნება კარგი მეფე. მაგრამ 1000 მეფიდან მხოლოდ ერთს აქვს თავისი ძეგლი. უმრავლესობა მეფის არც კი იცის, კაცობრიობა დაივიწყა, იმიტომ რომ არა ადამიანები და საშინელი ხალხი. ნუ ზოგადად ასეა სისტემა აწყობილი. ხო და ამაშია საქმე, რომ შენ რომ ამბობ, რომ მთავრობას აქვს უფლებამოსილება, გააკეთოს ბიზნესი, აშენოს ქარხნები, აშენოს გზები, აშენოს პორტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მაშინ ჩნდება პრობლემა, იმიტომ რომ ზოგადად რა არის ბიზნესი? ბიზნესი ძალიან სერიოზული საქმიანობა, ვინცაც ბიზნესი არ გაუკეთებია, ეს ვერ მიხვდება ადამიანი დადის, რა ვიცი, ქარხანაში, რაღაც ღილაკებს აჭერს და გონია რომ და რაღაც პროდუქტი გამოდის და ეს ბიზნესმენი უბრალოდ ზის იქ და არაფერს არ აკეთებს და უბრალოდ დიდრდება და ეს მუშაა თურმე მას აკეთებს. ასე ფიქრობენ ყველა კომუნისტი. იმიტომაც ამბობენ რომ კომუნისტებმა ეკონომიკა არ იციან. ეკონომიკა ცხოვრებაც არ იციან ზოგადად, იმიტომ რომ ის ბიზნესმენი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერ ბიზნესში. იმიტომ რომ ის ადამიანი რომელიც რისკს იღებს საკუთარ თავზე. რისკს იღებს, იმიტომ რომ ბიზნესი რო არ წავიდეს, ყველაფერს დაკარგავს, თავისი ოჯახის ფულის გარეშე დარჩება და ცხოვრება დაინგრევა და ის მუშაობა და სხვა ქარხანაში დაიწყებს მუშაობას. მას აქვს უნიკალური ნიჭი, რომელიც არავის მეტი საზოგადოებაში არ აქვს, რაღაც ტიპის ხედვა აქვს, რაღაც პროდუქტების თუ რესურსების მიმართ და საბოლოო ჯამში ეს ხედვა აჩენს რაღაც პროდუქციას, რომელიც მერე ხდება ფულის წყარო. ნუ რაღაც იგივე iPhone-ი რო აიღოთ, ეხლა Steve Jobs არ გამოგონია არც პლანშეტი, არც ტელეფონი, smartphone-ი და რავი, ყველაფერი რაც გამოუშვა Apple-მა, უკვე გამოგონებული იყო, უბრალოდ აიღო და ასე ვთქვათ, ისეთი ფორმა მისცა ამ ყველაფერს, რომელიც მომხმარებელი გაახარა და მილიარდები კომპანია მიშოვა. ანუ სიამდვილეში Steve Jobs-ის ნაირი ბიზნესმენების, ასე ვთქვათ, დამსახურებაა, რომ ზოგადად სამყარო მიდის წინ. მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ მათ აქვს სწორი мотиваცია. ისინი თავის ფულს ხარჯავენ, ან პასუხისმგებლობას აგებენ თავისი რეპუტაციით და თავისი საკუთრებით. ისინი რისკს იღებენ ყოველდღიურ განაწყვეტილებაში და პასუხისმგებლები არიან რა ხდება. და კონკურენციაში არიან, იმიტომ რომ არ აქვს შესაძლებლობა მივიდნენ და ვიღაცას თავში ჩაარტყან თავის კონკურენტს, აი Steve Jobs ვერ მივიდოდა, ვერ ჩაფრინდებოდა სამხრეთ კორეაში და ვერ მოკლავდა, რა ვიცი, Samsung-ის ლიდერს, ხელმძღვანელს, რომ კონკურენციაში მოეგო. არ აქვს ეს. მარტო შეუძლია დაამარცხოს კონკურენტი იმით, რომ მომხმარებლისთვის რაიმე უკეთესი გააკეთოს. ხო და ასე აწყობილი ბიზნესი. 100 ადამიანი რო ბიზნესის ყავს, იქიდან ერთი აღმოჩნდება ხოლმე საკმაოდ ნიჭიერი, რომ ეს ბიზნესი წარმატებული იყოს. ხო, წარმოგიდგენთ, რომ ეს ადამიანები საუკეთესო ადამიანები საზოგადოების სინამდვილეში, რომელიც რაღაც ახალს ხედავენ, ახალ შესაძლებლობებს ხედავენ, რისკს იღებენ, თავისი ოჯახის და საკუთარი კეთილდღეობას რისკავენ და ამით, ასე ვთქვათ, მიყავთ სამყარო წინ. ეს ერთი მხარეა და მეორე ბიუროკრატი, რომელიც არც საკუთარი ქონებით რისკავს, არც საკუთარ ფულს ხარჯავს, არც რა ქვია, რაიმენაერე პასუხისმგებლობას იღებს, მაქსიმუმ თავისი თქვა 2000 ლარიანი სამსახური დაკარგოს იმის გამო, რომ 50 მილიონიანი პროექტს სადმე თქვა პორტის ჩააგდებს. არც შიში ამორჩევის მომხმარებლის წინაშე არ აშენდება გზა ისე როგორც საჭირო, არა უშავს თბილისში ხან როგორ აშენებენ, ხან ისე აშენებენ, ხან ასე აშენებენ. მე რა დამკვეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობაა და არა მძღოლი, რომელიც ამ მანქანაზე დადის. და მაშინ რა მოხდება, რომ რადგან ბიუროკრატს ბუნებრივად არ აქვს мотиваცია. შეიძლება თქვენ გაგიმართლოთ და სასწაული მოხდეს და ანგელოზე, ასე ვთქვათ, ჩამოფრინდეს და ბიუროკრატს სწორი мотиваცია დაულაგოს
და ამიტომ რაღაც სწორად გამოვიდეს. ან უბრალოდ ბიუროკრატი დეგენერატი იყოს, მაგრამ მაინც სწორად გამოვიდეს, რომ უბრალოდ გამომართლა. მაგრამ ეს ყოველთვის იქნება გამონაკლისი, ეს იქნება სასწაული. და წესი იქნება, რომ გზა წესიად არ აშენდება, ქარხანა წესიად არ აშენდება, პორტი არ იქნება ისეთი როგორც საჭიროა. რაც პროდუქცია გამოვა, რომელიც არ ჭირდება მოხმარებელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასეთი მაგალითები არის უამრავი. იმდენი რომ აი ვერც აღწერ. და რას შვება ადამიანი, რომელსაც არ ესმის ეს. ის იმას კი არ ხვდება, რომ აი 1000 პროექტი განახორციელა მთავრობამ და იქიდან ერთზე შეიძლება თქვა, რომ ანუ არაუშავსავით. ის ერთს აიღებს, ნახე არაუშავსავით ხო ხედა პროექტი, რატომ არ შეიძლება ასეთი 1000 გქონდეს? კაცო, გქონდა 1000 და 99 არ ვარგა. ხალხის ფული წავართვით და გადავყარეთ. წყალში გადავყარეთ. მეტიც აი იმ ნორმალური ბიზნესმენების განსხვავებით, მთავრობა რომ ბიზნესს აკეთებს, იმას ძალადობის ინსტრუმენტი აქვს. აბა წადით და წყლის მომარაგების ბიზნესი დაიწყეთ თბილისში, თუ მაგრები ხართ, თუ არ გევასებათ GVP. რამდენ ხანში დაგაჯარიმებენ და რამდენ ხანში აღმოჩნდეთ ციხეში, მარტო ამაზე იქნება საუბარი. ან რა ვიცი, რკინიგზის ბიზნესი დაიწყეთ და დაიწყეთ ლიანდაგების დაგება, აბა ნახოთ რამდენად სწრაფად გამოგივათ ეს ყველაფერი და რამდენად წარმატებული იქნებით. ანუ მთავრობა სიამოვნებაში არც იქცევა როგორც ბიზნესმენი, არც შეუძლია იქცევდეს როგორც ბიზნესმენი, სულ სხვა мотиваცია აქვს, სხვა ინსტრუმენტები აქვს, ძალადობის ინსტრუმენტია. ბიზნესმენი არის ადამიანი, რომელიც მოხმარებლის ღიმილზე მუშაობს, რომ მოხმარებელი უნდა მაქსიმალურად ბედნიერი დატოვოს, რომ ადამიანმა მეტი გადაუხადოს. ასე აწყობილი, ხო? რაღაცას რომ ვაფასებთ, მეც ვიხდით, არ ვაფასებთ, არ ვიხდით. ამიტომ უნდა დააფასოს მოხმარებელმა რაღაცა, გაიღიმოს და გადაუხადოს ბევრი ფული. ბიზნესმენი დიდდება. რა შვება პოლიტიკოსი არ აქვს ეს ინსტრუმენტები, ღიმილი გამოიწვიოს, მაგრამ თავში ჩაარტყას, დააშინოს, არის ამას ციხეში გაგიშვებ, არის ამას დაგაჯარიმებ და ასე არ კეთდება ბიზნესი. ამიტომ მთავრობა ვერ გააკეთებს ბიზნესს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლება მთავრობა აკეთებდეს ბიზნესს. არანაირ ბიზნესს, არც სოფლის მეურნეობაში, არც საბანკო სისტემაში, არც ჯანდაცვაში, არც მშენებლობაში, არც სად არ შეიძლება მთავრობა იყოს დაგებული ბიზნესი პრინციპის დონეზე. იმიტომ რომ შეიძლება ოდესმე სადმე გაგიმართლოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეს დამთავრდება წარუმატებლობით. რას აკეთებს ადამიანი, რომელიც ამას ისმენს? იცი, აი საფრანგეთში მთავრობა მაშინა ძალიან კარგი საწარმო. ვაი, გავიგე მე რა ჩამოგითვალო რამდენი ვერ ააშენა ჩამოგითვალო რამდენი ადამიანი გააუბედურა რამდენი ადამიანი დაბეგრა ამის სანაცვლოდ რომ ეს აეშენებინა მაგრამ ადამიანს რომელიც არ უნდა პრინციპი გაიგოს ის ვერც ვერ გაიგოს ვერაფერს მაგრამ თუ პრინციპი გაიგე ერთხელ თუ გაიგე ეს პრინციპი მე ყველაფერზე გასაგები პასუხი გექნება ანუ ძალიან პროგნოზირებადი გახდები იმიტომ რომ თუ პრინციპი გესმის შენ არასდროს არ დაუჭერ არც ანაკლიის სპორტის მშენებლობის პროექტს, რასაც ახლა აკეთებენ, ან აკეთებდნენ, ან მანამდე მიშა აკეთებდა. არც იმას რა ქვია, სოფლის მეურნეობის რაღაცას და ასე შემდეგ. ეს არის ამბავი რა. და ამიტომ ჩვენ ამ პრინციპის გჯერა, ჩვენ ამ პრინციპზე ბევრი რაღაც ნასწავლი გვაქვს, წაკითხული გვაქვს. ეს პრინციპი როგორც სხვა პრინციპი რომელიც ჩვენ გჯერა, ჩვენ არ მოგვიგონებია. ჩვენამდე უამრავმა ძალიან ჭკვიანმა, ჩვენზე ბევრად უფრო ჭკვიანმა და გენიალურმა ადამიანმა მოიგონეს. ამ პრინციპმა გაიარა უამრავი დებატი, 1000-ობით შეიძლება 10,000-ობით დებატი. გაუძლო უამრავ სხვა კრიტიკას და ამიტომაც გჯერა, რომ ეს ასეა. და ყოველდღიურად ხედავთ ამის მტკიცებულებას. ამას გიხსნით და არ გამოვა ამ პრინციპში შუაში რაღაც ჩააყვეხო, თქვა რომ იცი რა, ჩვენ მოსახლეობა იმდენ სენსიტიურია, შენ რო უთხრა რომ სოფლიდან წამოხვიდეო, აუგული აუტკივდება და ხვას დაკარგავ. დავკარგავ ხვას და დავკარგავ. თუ ადამიანს არ ესმის, რომ არ შეიძლება რომ მთავრობა ერეოდეს სოფლის მეურნეობაში, ძალით ტოვებდეს ხალხს იქ, რაღაც საწარმოებებს ხსნიდეს, ასუბსიდირებდეს რაღაც იმას რთულს და ასე შემდეგ თუ არ გესმის, რომ ასე არ შეიძლება, რა ვქნა ხა დავკარგავ ხმას, აბა მე ხო მარტო იმ ადამიანებზე მაგათლა, ვისაც აზროვნება შეუძლია, თუ ვისაც აზროვნება არ შეუძლია, ამას ყოველთვის წამართავს ამორჩეველი. რომ ეხლა მოვეწონო, თქვა რომ ეს ბიჭი რა კარგად ლაპარაკობსო, მე წინა საარჩევნო მთავრობა ჩაურთავს რამე ესენი ნარკომანები და დაბოლილები რაღაცა, გაბრილი ეკლესია, აი სრულად რაღაც სისულელეს, იქიდან ხმა დაიკარგოს რაღაცა მომავალი შენია და ის ადამიანის ვერ ასწავლეს, ის დაიკარგება, ყოველთვის დაკარგულია. იმიტომ რომ ის აფერისტი პოლიტიკოსები ასე მუშაობენ, ანუ მთელი არსი პოლიტიკას არის ის, რომ აი ასეთ ხალხს, გულუბრყვილო ხალხს, ვის აზროვნება არ შეუძლია, იმას რაღაც დააძახებინო და წაიყვანო. და მე არ შემიძლია ამ ხალხზე გათვალ მქონდეს, მე არ შემიძლია ამ ხალხის იმედი მქონდეს. ამ ხალხის იმედი არასდროს არ მექნება, იმიტომ რომ რა ვიცი რომ ჩემი ოპონენტი ნებისმიერ მომენტში ჩართავს რაღაცას და წავიდა და გაყვება.
თუნდაც აი სულად ის იყოს, უბსკული იყოს და უიმედობა იქეთ ხარს. თუ გინდათ რომ უფრო წარმატებულ საზოგადოებაში ცხოვრობდეთ, დიდრები იყოთ, ბედნიერები იყოთ და ვიღაც ჭეღრე-პეღრე ბიუროკრატია არ იყოს ჩამოკიდებული, ну აი რაღაც ამისთვის არის რაღაც წესები და პრინციპები დასაცავად. აი ამ წესების და პრინციპების დაცვას ვცდილობ.